Okey, dega puçta, amis deta. Leo, გაიღვიძე, Leo. მანქანა სად არის? ჩემი ექსპერიენსით მანქანის გაფუჭება, ძრავის დასტუკება არის როგორც ცუდი სიზმარი რა. წინაზე ხო ავაწყე ძრავი. ვაკეთებდით აპკატკას და ყველაფერი კარგად იყო. უბრალოდ პროგრამა ქონდა დარჩენილი, რომ ამოგვეღო ეს მაგარი ცხენები და გვეგაზავა. 120-700 ცხენი აქვს, ხო რაღაცა, რას ლაპარაკობ. სამწუხაროდ ესე ადვილი არ აღმოჩნდა ყველაფერი. კიდე გავაფუჭეთ ჩვენი ახლად გაკეთებული ძრავი. უბრალოდ გული დამწყდა რა, ამდენ შრომას რო ჩადებ მანქანაში და მე კიდევ ფუჭდება. თან ისე ფუჭდება, რომ ანუ დემოდან კი არ შეგიძლია რაღაცის მაგალითად გამოცვლა ან შეკეთება, უნდა ამოიღო ისევ ძრავი და გააკეთო. ტესტავდით რა, ჩვენებურად, როგორც ტესტავთ ხოლმე პროგრამის დროს და უკან პატარა ბოლი დავინახევი, თუმცა არაფერი თავიდან, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ 6-დან 4 პორშინი ეგრეთ წოდებული ჩაიმტრა. ჩაიმტრა ისე, რომ ფასაშორის მაგაში მაგრად გადავრჩით, უბრალოდ პორშინები ჩაიმტრა რა, სხვა არაფერს არ შეხებია. ეს ჩამტრეული პორშინები დაჟე ამ ცილინდრში დარჩა, არც ცილინდრი ჩაუხაზია და რავი, მაგ ხრივ გადავრჩით. მოგვიწია ისევ ძრავის ამოღება, ახალი პორშინების ჩალაგება და თავიდან აწყობა რა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ესე ერთ დღეში არ მოხდებოდა, ნაწილები იყო საჭირო, ესე ვერ მიხვალ ვერსად და ვერ იყიდი ამ ნაწილებსაც და გაიწელა რა. ამას არ ვაბრალებ, რატომაც არ დამედია დიდი ხანი ვიდეო, მაგრამ ამანაც წამართვა კაი 1-2 კვირა რა. თქმა უნდა, ავაწყეთ კიდევ ძრავი, სხვა პორშინები ჩავალაგეთ, კიდე გავატარეთ აპკატკა, კიდე თავიდან პროგრამა და ეხლა მე მგონი რომ კარგია. დავდივართ, ხან წყნარად დავდივართ, ხან ვაგაზავებთ, მაგრამ მე მგონი კარგია რა. ამ 2 თვის განმავლობაში კიდე პატარ-პატარა რაღაცა აპდეიტებიც გავუკეთეთ მანქანას და ეხლა განახებთ რა. პირველ რიგში ვიზუალზე, რა ვიზუალია მანქანას აქვს, ერთი 5 ფერია, მაგრამ გამოცვალეთ ეს ფენდერი, რომელიც დავაყენეთ დიზელის, იმიტომ რომ აქ აქვს ჭრილები. ეს უბრალოდ ვიზუალისტვის რა თქმა უნდა არ არის. ტურბოს აწვდის ჰაერს, იმიტომ რომ ინტეიკი აქ გამოვიყენეთ, მაგასაც განახებთ. ძალიან უხარისხო ფენდერია. eBay-დან გამოვიწერე და როგორც ფურცელი ეგრე იკეცება. მოკლედ რომ ცოდნოდა ისეთი იყო, სულ არ გამოვიწერდი და ძველი რაც იყო, იმას შევჭრიდი და რავი დავტოვებდი მაგას. ეხლა ინტეიკი განახოთ, მაგარი ინტეიკი გავაკეთე. ესეც ჩვენი ინტეიკი 4-ინჩიანი სილიკონი და აქ დავსვით ფილტრი. ზუსტად იქ ურტყავს, სადაც ფენდერს აქვს ჭრილები. ესეთი კარგი ფუნქცია ფენდერებზე, რა მეგონი Porsche-ს არ აქვს. დანარჩენი ყველაფერი ძრავზე არის იგივე რა. როგორც გითხარით, უბრალოდ პორშინები გამოვცვალეთ და როდები და დანარჩენი რაც გამოცვლილი ქონდა და განახლებული ქონდა, დარჩა იგივე. ცხენებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დაინოზე არ ყოლია, არ ვიცით რამდენი ცხენი აქვს, მაგრამ სადღაც 500 საბურავზე ექნება. 500 საბურავზე ამისთვის ყოველდღიურ სახმარად ძალიან ბევრია ეს 500 ცხენით, მე თუ მკითხავთ, მე თუ დაგვიტრიალდება რამე თავში, მაგ 500 გავხდით 700 რა. თავარი ის არის რომ არ გავაფუჭოთ. კიდე მე-13 თუ მე-4 აღარ ვიცი უკვე რამდენჯერ გავაფუჭეთ. დავიღალე რა ამ მანქანის კეთებით.
მოიცადე, კაბრიოზე თქვენთვის არ მომიყოლია? არა? ეს არის ჩვენი ახალი 124, შეხედავს არის კაბრიოლეტი S320, 95 წლიანი. ახალი შენაზენია და ძალიან მაგარი გასართობი მანქანაა ზაფხულისთვის, მით უმეტეს. ანუ ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კაბრიოლეტია. მაგარი სუფთა მანქანაა, განაც ვიყიდეთ ლიტა რა ამ მანქანას და ბევრს არ სტადიოდა, მით უმეტეს ზამთარში და ამიტომაც ძალიან კარგად არის შენახული. ეხლა ძრავს განახებთ უბრალოდ რა სუფთაა, მინდა ნახოთ. ზუსტად იგივე ძრავია, რაც ჩემს S320-ში დევს. განსხვავება საერთოდ არ არის, მაგრამ ეს არის ბევრად სუფთა რა. შიგნიდანაც ძრავის შიგნეულობა ისუ თეთრია, ჩემი ცოტა გაყვითლებული იყო, მაგრამ ეს არის ზაფხულის სათამაშო რა, ასე ვთქვათ, შაბათ-კვირა, კაი ამინდი რო არის, ცოტა ირომოსავ გამოვდება, გამოხვალ, გადახდი ჭერს და ნელა დადიხარ, აი გაზის მიჭერა საერთოდ არც გინდა. ძალიან სასიამოვნო მანქანაა, ესე რომ ვთქვათ რა. გაბ. ცოტას კი ხურდება, ხო იცი, 35 გრადუსი იყო დღეს და 90-ს გასდა ჩვენი ტემპერატურა, მაგრამ მაგას დაბალ რეიტინგიანი თერმოსტატი უშველეს. ამიტომაც მაგაზე არ ნერვიულობთ. ნებისმიერი მანქანის ვიძე მოყვანა, ესე იგი პირველი ნაბიჯები რაც არის, უნდა იყიდო კარგი დისკები და მანქანა დაადაბლო. ზუსტადაც ეგ გავაკეთეთ ჩვენ. ვიყიდეთ ეს კარლსონის დისკები, რომელიც არის ორფისიანი, ანუ ეს იშლება და დავწიეთ პრუჟინებით რა. ამის გარდა სხვა ჩვენ არაფერი გავიკეთებია და ჩემი აზრით მეტი არც არაფერი არ უნდა რა. ეს დისკები ზოგს მოწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ აი მანქანა რო დადის, მაგრად უხდება რა. თან კარლსონია. კარლსონი არის ძველი ტუნინგ სალონი, ესე ვთქვათ და ამ მანქანასთან ეს დისკები, ესე ვთქვათ goes together რა, აბა რა ვთქვი. იყოს ყველაფერი ასე. ხო, როგორც გითხარით, სხვა არაფერი არ გავკეთებია, ყველაფერი არის ორიგინალი, ქარხნული, როგორც უნდა იყოს ჩემი აზრით. სხვა არაფერი არ ჭირდება რა ამ მანქანას. უნდა იარო ნელა და იკრუიზინგო. მოიცა, ჩემი GT გაიხანი არ გვინახებია რა. წამოერთი. წამოერთი ეგეც ამოვკვდით. გავაღვიძეთ ჩვენი ძინარე მზეთუნახავი, გამოვიყვანეთ ჰიბერნაციიდან. რაღაც მე-13 თუ მე-4-ით გამოვიყვანეთ ამ სეზონზე. კაი 6 თვე დაყენებული მყავდა, მოკლედ არც გამიძრევი ეს მანქანა. ხანდახან თუ ამოქოქავდი რა, რომ გახურებული იყო და მე всё დამავიწყდებოდა ხოლმე. არაფერი არ შეგვიცვლია მოკლედ ამ მანქანაზე. ერთადერთი რაღაც რაც გავანახლეთ, ესე ვთქვათ, ეს გრილი ჩავაშავეთ რა, ქრომი გრილი ქონდა ხოლმე, როგორც გახსოვთ. ცოტა არ იყოს მობეზრებული მქონდა რა, ეს იგივე ლუკი, ეს ერთნაირი ლუკი რა და მეთქი ახალ რაღაცას ვთქვით და მე მგონი მოუხდა რა. წინ უფრო აგრესიული ვიდი მისცავ. ეხლა უფრო იბღვირება რაღაცნაირად. როგორც გითხარით, მე-13 თუ მე-4-ით გამოვიყვანე ეს მანქანა, ეს იმიტომ რომ წელი მტკივა და არ არის კომფორტული მანქანა, ჩარჯდომაც მიჭირს, გადმოსვლაც მიჭირს და სიარული ხო ვაფშე, რავი, რო დავდივარ, სუმტკივა ხოლმე რა წელი. მაგრამ ისეთ სიამოვნებას გაძლევს, ხანდახან გავიწდება ხოლმე ეს ტკივილები. 124-ით გამოვალ ხოლმე, ხან ვკატაობ, ხან ვგაზაობ, ესე გაშლილი ვწევარ ხოლმე, არ მაქვს საერთოდ გართულება რა. მაგრამ როგორია ეს გიყენია გარაჟში და ყოველ დღე ჩაული, აული და როგორ გინდა რომ არ გამოიყვანო. ეს ერთ-ერთი დღეა, კაი ამინდია, კაი რაღაცა, მაგრა კი ცხელა, მაგრამ გამოვიყვანეთ, გამოვისეინეთ და მის მერე მივიყვანთ, დავაყენებ სახში და ალბათ 1-2-3 კვირა კიდე არ გამოვიყვანე. ამ მანქანის სამომავლო გეგმები ჯერჯერობით, რავი, არც არაფერს არ გეგმავ, არც გაზაობ, არც ტრეკზე წავსულ ვარ არა და ვაპირებდი ამ მანქანის ტრეკზე წასვლას. ჯერჯერობით ლამაზად იქნება აპარკინგებული
და просто თვალს გაახარებს ხოლმე რა, რომ ჩაული, ოხრა მაგარ ვიცი. სხვა არაფერი რა ისეთი. თუ რამე გადამიტრიალდა თავში და ამაზეც დავიწყე ფულის ხარჯვა, მაგრამ ამის გაკეთებას იმდენი ფული უნდა, ამის 124 ვაკეთო ის ჯობია რა და ის გავასწრაფო. ამიტომაც როგორც არის ეს რჩება რა ჩვენი ჯიტი. სანამ ვიდეოს დავამთავრებთ, მეგობრებო, ერთი სათხოვარი მაქვს. ჩვენი კარგი მეგობარი ვანო ხო იცით? თელკას და ეკლასის გაკეთებაში რომ ეხმარებოდა და მოკლედ მაგარ რო გაასწრაფა ეს ჩემი მანქანები. მან გააკეთა YouTube-ის არხი, სადაც აკეთებს Mercedes-ების ძრავებს. საინტერესო ინფორმაციას გავწვით Mercedes-ების ძრავებთან დაკავშირებით რა. მართლა კაი კონტენტი აქვს და ლინკს აღწერაში დავდებ და თუ არ დაგეზარებათ, გამოიწერეთ ამ კაცის არხი რა. ჩემი თხოვნა იქნება. ეხლა კი დავასრულებთ ამ ვიდეოს. ბოდიში გიხდით, რომ ექშენები და ბუქსაობები და გაზაობები ვერ შემოგთავაზეთ. ფიზიკურად აი ისეც ხელა აქვს, რომ მანქანები ხურდებოდა მოკლედ 124 იმდენჯერ გადაგვიხურდა ამ გადაღებების დროს, რომ არ ვიცი. ისედაც რა, აი ძალიან დამღლელია ჩემთვის მით უმეტეს ეს პროცესი რა. ჩემი მანქანების აპდეიტი მინდოდა მენახებინა თქვენთვის ამ 2 თვის შემდეგ რა, რაც არ დამიდია ვიდეო და მე მგონი ეგ გავაკეთეთ რა. მომავალში აუცილებლად მინდა შემოგთავაზოთ 124-ის გაზაობები, მაგისტვის ავაწყეთ აქტიურად, რომ გვეგაზავა და ექშენები გვეჩვენებინა თქვენთვის რა. მე მგონი იმ ლეველზე მივიყვანეთ ეგ მანქანა, რომ რავი, ვაგაზაოთ და რაღაც სერიოზულ მანქანებთან დავაყენოთ რა გვერდით. კი არაფერთან არ მიგაზავია ისეთთან რომ თქვა რომ აი მართლა ეგეთი სწრაფია თქო, მაგრამ მაგას გავიგებთ რა, ერთად გავიგებთ, როცა ვიდეოს გადავიღებთ. დღეისთვის კი დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ ამ ვიდეოს უყურეთ და კარგად იყავით. აბაჰეთ და აბაჰოთ.